და ორსულად რა გავჩერდით, ფეხი არ გაანძრიო, რა, მან რაღაცა არ მოხდეს. აუცილებელი მასთი არის კორპუსის გაძლიერება და კორპუსზე მუშაობა მთელი ორსულობის განმავლობაში და ორსულობის შემდეგაც. რგოლი დავიჭიროთ, პილატესის რგოლი, ან ბურთი, ან ბალიში და სახში დავიჭროთ და მოუჭიროთ ფეხებს შორის ტელევიზორთან. ბიზნესს რატომღაც სხვანაირად ესმის დღეს, რომ მაინც და მაინც რაღაც მწვანე ინიციატივა და ორი სატრუპის ჩანაცვლებით არ კეთდება ეგ საქმე რა. ბევრად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიის მხრიდან, როცა ხარს უჭერ სხვადასხვა სპორტულ ივენტს. გამიზნულად რომ მე ვეგანი ვარ და ჩემმა შვილმა ჩემი მორალებით უნდა იცხოვროს, აი ცოტა დავფიქრდებოდი ორსულობის დროსაც და ბავშვის მოზარდობის დროსაც. ერთადერთი რაშიც უნდა ჩადოს მშობელმა ძალისხმევა, ეს არის რომ ბავშვს შეაყვაროს მოძრაობა. всё. აი მან დამთავრდა ყველაფერი. მოგესალმებით, ეს რესტარტ პოდკასტია, მე ნინო გიორგაძე ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია ნინო ჩერქეზიშვილი, ჩერი, ყველასთვის საყვარელი და კარგად ნაცნობი და ალბათ ხვდებით, რაზეც უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ჩვენი აუდიტორიისთვის, რომელიც წარმოადგენს ძირითადად მშობლებს, დედებს ან ვინც დედობისთვის ემზადება, მათთვის იქნება ძალიან საინტერესო თემა, ფიზიკური აქტივობა და ასევე მშობიარობის შემდგომი აღდგენა იმისთვის, რომ შემდეგ ვიყოთ სრულფასოვნად ფიზიკურად აქტიურები. სტუმართან გადავალ კითხვით, მაგრამ მანამდე მინდა მადლობა უთხრა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩერის შეიძლება ამ თემებზე ხა ძალიან ბევრი გადაცემა, რილი, მთელი მისი კონტენტი და მთელი ჩვენი კომპანიის ამბავი არის აქვს აგებული და ბევრჯერ მოსმენილი და გადაღეჭილი თემებია, მაგრამ მე მინდა რომ ცოტა დღეს სხვანაირად შევხედოთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ შენი პროდუქტები და ჩვენი პროდუქტებით ამამად ვიტყვი. უკვე ჩვენი პროდუქტებიც იმდენად არის მორგებული ქალებზე, რომელსაც საკუთარი თავისთვის არ აქვს შეიძლება ბევრი დრო, რომ არ ვიცი, აი მართლა უდიდესი საჩუქარია მე ვფიქრობ ჩვენი კი პროგრამები და ასევე ეს პირველი მარათონი, რომელიც დაიწყე შენ, პირადად ჩემთვისაც იყო პირველი გამოცდილება და შეხება ვარჯიშთან და ზუსტად დედობის წლებს დაემთხვა და ახალი დედა ვიყავი მეც, როცა დავიწყე და მაშინ მივხვდი საერთოდ რა საჭიროება ჰქონდა, როცა ყველაზე ნაკლებად მეცალა ალბათ ვარჯიშისთვის, მაგრამ იმდენად სხვა რაღაცებს ალაგებს და მივხვდით მე რომ მივხვდი მეც და ჩვენც შემდეგ გარშემოც ბევრი, მათ შორის იმიტომ რომ ვაზიარებთ ინფორმაციას ხო დედები ერთმანეთში ჯგუფში ასე შემდეგ, რომ ეს არის აი უმნიშვნელოვანესი და მე მინდა ისიც ვახსენოთ დღეს როგორ სხვანაირი შეხედულება აქვს ჯერ კიდევ ძალიან ბევრ დედას, ბევრ ექიმს, ბევრ ორსულს და პირველი კითხვა ზუსტად ამას ეხება. რა არის ყველაზე დიდი მითი ზოგადად ორსულობის დროს ვარჯიშზე და ფიზიკურ აქტივობას? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა. შენთანაც მომედი უკვე. ვიღადაც რომ ჩვენ სულ კონტაქტზე ვარ და ყოველდღიურობაში ვართ ხოლმე რა ქვია მიმოწერაში, განსაკუთრებით ახლა იმდენ რაღაცა გვაქვს დაგეგმილი. თუმცა ამ თემაზე აი რომ ამბობ რომ ბევრჯერ მაქვს ნალაპარაკებია, ესე კონკრეტულად აი ორსულობა და მე აღდგენა, სხვა შორის არასდროს არ დაგვითმია ესე 1 საათი და ძალიან კარგი არის რომ შენ მასქენი გამოყავი ეს თემა, იმიტომ რომ მართლა თუ აი ამ ფიტნეს ინდუსტრიაში იქნება თუ ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესში ეს ხო აერთიანებს ჩვენ ცხოვრებას აერთიანებს რა და ჩვენი ცხოვრება რა თქმა უნდა დაყოფილია ძალიან ბევრ ეტაპად და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალისთვის არის ეს დედობა, ორსულობა და შემდეგ აღდგენა. ძალიან კარგი თემაა, ძალიან დიდი მადლობა პირიქით რომ ამაზე მომიწვიე. რაც შეეხება პირველ კითხვას, რა არის ყველაზე დიდი მითი, ეს არის ის რომ საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან შეიცვალა მიდგომა, მაგრამ ჯერ კიდევ ორსულობას ეძახიან ფეხმძიმობას და აღიქმება როგორც რაღაცნაირად დაავადება. და ორსულად რა გავჩერდით, ფეხი არ გაანძრიო, რა, მან რაღაცა არ მოხდეს. ეს არის ჩემთვის ყველაზე უშველებელი მითი და პირიქით რაღაცნაირად კრიმინალიც კი, იმიტომ რომ იმდენ რაღაცას ვაკლებთ. ფიზიკური, უბრალოდ პასიურობით ჩვენს ნაყოფს, როცა პირიქით ფიზიკურად აქტიური მშობელი უფრო მეტ ჟანგბას აწვდის, ბავშვს უფრო კარგად ყვებას, უფრო კარგად ზრდის, უფრო ძლიერ კუჭ-ნაწლავის პატრონია და ასე. ნუ ამას მე კიდე გავშლით, მაგრამ ყოველთვის პირველი ესეთი დიდი მითი, რაც მახსენდება, აი მაგ კითხვის გარშემო არის ის, რომ როგორც კი გაიგებენ ორსულობას, ეგრევე ჩერდებიან. ძალიან ბევრ გოგონას მოუწერია ასევე ორსულობას გეგმავ და მანამდე მინდა ვივარჯიშო და მე რომ ვიყო მზად და ანუ მე რა ხდება? მე ჩერდები თუ პირიქით, ანუ ორსულობისთვის მოსამზადებელადაც ფანტასტიკური ფიზიკური აქტივობა და შემდეგ ესე smooth კი როგორ არის smooth
იოლი გაგრძელება, კი, რბილი გაგრძელება. ხო, აი შემდეგ კითხვებიც ეხებოდა ამას რა ზუსტად, რომ აი რა ნიშნებია იმის მაჩვენებელი, რომ შეიძლება შესაჩერებელი იყოს ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა და ასევე ხომ არ არის ორსულობის დროს, აი თუ დადგა ორსულობა, მანამდე ვარჯიშობდა ადამიანი და ეს შეწყვეტის ან შემსუბუქების საჭიროება ვარჯიშის. აი მაგალითად მანამდე ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ, წონები თუ ვარჯიშობ გადასარევად და გავიგე ორსულობა და ექიმი მეუბნება, იცი რა არის შენ ახლა ძალისმიერი ვარჯიში, გენაცვალე ორსულად ხარ, უნდა შეაჩერო. პირველი კითხვა რა არის ნიშანი? ეს ორსულობის დროს ამბობ, ხო? აი რა არის ნიშანი, რომ ორსულობის დროს, როდესაც თუ დაუშვათ მეტი მოგვივიდა ხან არის რომ ყველა ადამიანი ძალიან ინდივიდუალურია ხო და ყველას განსხვავებული ენერგიის რეზერვი გვაქვს ასე ვთქვათ. შეიძლება იყოს გოგონა რომელსაც ენერგია საკაიფოდ კონდეს და მიუშვას და მიუშვას. ან მაგალითად crossfit-ით იყოს მანამდე დაკავებული და ორსულობის დროსაც ესე იგივე მიმართულება გააგრძელა. არანაირი დაძლევა ეს ან შეცდომა და არ შეიძლება კრიმინალი არსებობენ ორსული ათლეტები და რაღაცნაირად მშობიარობენ კიდევაც და გადასარევი ჯანმრთელი ბავშვები ებადებათ. პირველი ნიშანი ალბათ იქნებოდა, როდესაც წინადადების წარმოთქმა სრულად არ შეგიძლია ვარჯიშის დროს. ეგ არის პირველი ნიშანი. ასევე ორსულობის დროს ყველაზე მეტად გრძნობ შენ სხეულს. აი ჩვენ ხო ვიძახით რომ შენ უნდა გესმოდეს სხეულის ენა და ნუ ეს არის ძალიან ბრტყელი სიტყვები, იმიტომ რომ კაცი ჟულს არ ესმის ეს სხეული რას ლაპარაკობს. ორსულობის დროს მე ძალიან გამიმართლა და ძალიან მიხარია რომ აი ჩემი ფიტნეს კარიერის დროს ზუსტად დამემთხვა ორსულობა, მშობიარობა და აღდგენაც. იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერში გეპასუხება ორსული ქალის სხეული. იმდენად ცოცხალი არის და იმდენად ყველანაირ სიგნალს გაძლევს, რომ არ არსებობს, რომ შენის დააიგნორო. ანუ თუ რაღაცა შეგრძნება გაქვს ისეთი, ახლა მაგალითად, თუ ბევრი მომივიდოდა ხოლმე, მე აი აქ წამიჭერდა და აი ამოსუნ თქვა მიჭირდა თითქოს აი ტირილის სპაზმის დროს რო დაგმართნია რა, აი აქ რაღაცნაირად გადაკეტვა და აი ძიმე დამოსუნ თქვა. ეგ უკვე ნიშანი არის, რომ ცოტა ტემპს დაუწიო, არა სულ გაჩერდე, მაგრამ დააგდო ცოტა ტემპი, ცოტა მეტი შესვენება გააკეთო და ცოტა ნაკლები დატვირთვით გააგრძელო. ასევე აი როგორც გითხარით, თუ წინადადებას ვერ წარმოქმნის და ანუ ლაპარაკის დონეზე უკვე უჭირს, მაგ დროსაც ტემპი ოდნავ უნდა დავარდეს. მეორე კითხვა რა იყო, რომ მანამდე თუ ფიზიკურად აქტიური იყო, ან მეორე ვარიანტიც განვიხილოთ, თუ თქვათ არ იყო მანამდე არ აქვს ვარჯიშის გამოცდილება და გაიგო ზუსტად ეს ადამიანმა, რომ იცი აი იგივენაირად უნდა გააგრძელოს თუ არ იყო, ხო? იცი რა, აი როგორც თქვი, ძალიან გეპასუხება სხეული და ფიზიკურად თვითონვე გეტყვის, როდის სად უნდა დააკლო რა. აი მე ეხა შემიძლია უთხრა დავუშვათ მე ჩვენ განვიხილავთ ალბათ ხო, რომელ ტრიმესტრში რომელი ვარჯიში იქნება უფრო კარგი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი თუ ფიზიკურად აქტიური იყო და მე ვარჯიში დაიწყო ხალხო ენდეთ სხეულს, აი ყველა ორსულ ქალბატონს ვეუბნები რომ მიენდე საკუთარ სხეულს, იმიტომ რომ ძალიან გეპასუხება. ფიზიკურად ვერ გააგრძელებ რაღაცებს, მაგალითად ხა მუცელზე ვერ დაწვევი და აი მუცელზე შესასრულებელ ზურგის ვარჯიშებს, სახლში ფიზიკურად ვერ დაწვევი სადღაც მეორე ტრიმესტრში, იმიტომ რომ უკვე დისკომფორტს გიქმნის, ხო? იგივენაირი წონებით ვერ გააგრძელებ, იმიტომ რომ ძალიან რთულია უკვე корпуსის ჩართულობა. შესაბამისად წონებზე ალბათ დაწევა მოგვიწევს. ოღონდ ამ ყველაფერს სხეული გეუბნება და სხეული კარნახობს. ანუ რო შეუდგები და აწევ თუ არა სანამ ჩაჯდები, დავუშვათ ჩაჯდომის საშიშროება რო იყოს, რომ იქ ტრავმა არ მოგვივიდეს, ხო? აი აწევ თუ არა შტანგას, იქვე ხვდები, რომ ეს ტონა შენი არ არის, იმიტომ რომ აი როგორც თქვი, ძალიან ცოცხალია ორსული ქალის სხეული. აი ძალიან. შორის მოვარჯიშესაც უკვე გამოცდილი ვინც არის, სხვანაირად გრძნობს კუნთთან და გონების კავშირი სხვანაირია. მაგას ჩვენ სულ ვიძახით ხო, რომ აი ზუსტად სხეულის ენა რო გაიგო და სხეულთან ერთად რო დიალოგი გქონდეს, ფიზიკური აქტივობა არის იდეალური საშუალება, რა თქმა უნდა, მედიტაცია, ეგ პილატესი, იოგა და ფიზიკური აქტივობა არის იდეალური საშუალება, რომ გაიცნო ზუსტად შენი სხეული და სიმპტომატიზაცია განასხვაო. განასხვავი კაპრიზი რომელია, მართლა რეალური შესაძლებლობა რომელია და ეზარება თუ არ შეგიძლია. ხო, აი აქ ზუსტად წეგან რაც ახსენე, რომელი ვარჯიში, რომელი ტრიმესტრის დროს აი იოგაც ახსენე, პილატესიც ჩვენ გვაქვს მაგალითად ახლა აპლიკაციაში ორსულთა იოგაც და ძალიან მოწონთ სხვათა შორის ბევრი სხვადასხვა მიმართულება გვაქვს ზუსტად იმიტომ, რომ შეიძლება ყველასთვის ეს ძალისმიერი ვარჯიში არ იყო არც მანამდე და არც მეტეს ორსულობაშიც შეიძლება არ ეკომფორტულება. მაგრამ ნუ არის თან ჩვენ არ გულისხმობთ ხო იმას, რომ მაინც და მაინც შტანგა
შტანგას შეუვარდა ხა. ხო, რა თქმა სხვადასხვა მიმართულება ფიზიკური აქტივობის და აი ეს ურჩიოთ მაშინ რომელი არის ყველაზე ისეთი რელევანტური. იცი რა არის, აი, როდესაც ვარჯიშობდა უკვე ორსული და ორსულობაში რა გააგრძელოს, რა თქმა უნდა, ის რაც მოწონდა და რასაც აკეთებდა, ის უნდა გააგრძელოს. ორსულების იოგას რაც შეეხება, ძალიან მიხარია, რომ ჩვენ სპეციალისტი ჩავრთეთ და სპეციალისტის მიერ დადგენილი და შედგენილი პროგრამა არის, იმიტომ რომ ორსულობის დროს რელაქსინი არის ესეთი ჰორმონი, რომელიც ეხმარება ჩვენს სახსრებს უფრო მეტად მოქნილი გახდეს ორსულობის დროს, ვიდრე მანამდე იყოს, იმიტომ რომ ეს ბუნებრივია, რომ ჩვენ მენში გვჭირდება მეტი გახსნილობა, მშობიარობა შედგეს, ასე ვთქვათ. შესაბამისად, აი ეს რასაც ქვია იოგა და ზედმეტი გადაწელვაც ეგეც რაღაც მომენტში საშიში არის ორსულისთვის, იმიტომ რომ ისედაც ანუ სახსარი იდეაში უფრო მეტად მოწყვლადი არის, იმიტომ რომ ჰორმონები გვეხმარება ამისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ გახსნილები უფრო მეტად. ამიტომ ძალიან კარგია, რომ სპეციალისტის პროგრამა გვაქვს ზუსტად, რომ ის განსაზღვროს ზუსტად სად არის გასაჩერებელი, სად უნდა მივაწვეთ ცხოველს და ასე შემდეგ. და რაც შეეხება რომელ ტრიმესტრში რომელი ვარჯიში გავაკეთოთ, აუცილებელი მასტი არის კორპუსის გაძლიერება და კორპუსზე მუშაობა მთელი ორსულობის განმავლობაში და ორსულობის შემდეგაც. ეს არის აბსოლუტური მასტი. შემდეგ, რა თქმა უნდა, გვჭირდება ჩვენ კარდიოს და ზოგადად ჩვეულებრივი ტანის წონით ვარჯიშები იქნება თუ წონებით ვარჯიში იქნება, ჩვენ ძალიან გვჭირდება, იმიტომ რომ ორსულს უმატებს გამძლეობას. ორსულს გამძლეობა ძალიან ჭირდება, მით უმეტეს მშობიარობის დღეს ჩათვალეთ, რომ ეს იმხელა დატვირთვა არის სხეულზე. ჩვენ ვერ ვგრძნობთ ამას, იმიტომ რომ ჩვენც რაღაცნაირად თითქოს ამისთვის გავჩნდით, ამისთვის დავიბადეთ და ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ რეალურად რომ შევადაროთ აი მსმენელს რომ ვუთხრათ, ეს რას ნიშნავს? აი წარმოიდგინეთ, რომ ერთი სკაფანდარა ადამიანი შეუდგეს უშველებელ გადამზიდი ისინი რო არის ტრაქები, გრუზავიკი თუ რა ქვია, სატვირთო მანქანებს შეუდგეს და აი იმის გაწევა რო ცადოს. აი მაგხელა დატვირთვა არის მშობიარობის დღე ორგანიზმისთვის. ანუ შესაბამისად მაგ დღეს გამძლეობა აუცილებლად გჭირდება და გამძლეობა ზუსტად ავითარებს ფიზიკური აქტივობა. ანუ რეალურად კარდიოც ძალიან გჭირდება, გაწელვებიც ძალიან გჭირდება, კორპუსზე მუშაობა აუცილებლად გჭირდება და რაც შეეხება ესე კონკრეტულად რო წავიდეთ კიდე, პირველი ტრიმესტრის განმავლობაში როგორც წესი უფრო მეტი ენერგია აქვს ორსულს, შესაბამისად ყველაფრის გაკეთება შეუძლია. რაც შეეხება პრესების კონკრეტულ მიმართულებას უკვე ხო, აი პრესებზე მაგალითად უბრალოდ რაც შეეხება ვარჯიშის კონკრეტულ მიმართულებას, პრესებზე მაგალითად, აი ტრიმესტრებთან ერთად უკვე პირველი ტრიმესტრის ბოლოს და სასრულია პირველ ტრიმესტრის პრინციპში, მაგრამ პირველი ტრიმესტრის ბოლოს, მეორეში და მესამეში აუცილებლად უნდა მოვერიდოთ პლანკებს, კრანჩებს, აი ყველაზე პოპულარული პრესის ვარჯიში რომელიც არის და სიტაპი, აი სრულად წამოდგომა რო არის იატაკიდან. იმიტომ რომ ჩვენ იდეაში ისედაც ჩვენი პრესის წინაფარის კუნთები იწევა შორს, რომ და საშუალოსნო საშუალება მისცეს რომ გაიზარდოს და შესაბამისად ჩვენ ამ პლანკებით და კრანჩებით კიდევ უფრო წინაფარის წნევას უზრდით რომ ეს კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ამიტომ ჩვენ ეს მომავალი დიასტაზის სამკურნალოდ ერთმა არქნას დაგვრჩეს, მაგრამ ვაიდა დაგვრჩეს, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს აი ამ ყველაფერს. ამიტომ პლანკები, სიტაპები და კრანჩებს მოვერიდოთ მთელი ორსულობის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრის ბოლოს. პლანკა კიდევ შესაძლებელია თუ მოვარჯიშეთ, ძალიან დიდი ხნის მოვარჯიშეა და კარგად იცის შიდა ღრმა სტაბილიზატორი კუნთები როგორ ჩართოს და ყოველ გამოსუნთქვაზე სულ ვეუბნები ხოლმე, რომ აი პლანკაზე როდესაც გეხარ, ყოველ გამოსუნთქვაზე ჩათვალე, რომ შენი ჭიპი კიდევ უფრო ხერხემლისკენ მიდის და კიდევ უფრო მეტად ირთვება ეს შენი transverse abdominals, რომელიც არის ჩვენი კორპუსი ფაქტიურად აი წელიდან დაწყებული მთლიანად გარს არ ტყავს ჩვენს მუცლის არეზე, აი ქვედა პრესა ისე უჭირავს ფაქტიურად. აი და ხო, პრესრულა და კი. ხო. რაც შეეხება კიდევ დავამატებდი ბოლო ტრიმესტრში მოერიდონ აბდაქტორის ვარჯიშებს, მაგალითად აი რეზინით ფეხების კაპაში ძალიან სასაცილოდ გამოჩნდები, მაგრამ აი რეზინა რო გვარტყია და ფეხების გაწევა ან ტრენაჟორზე ფეხების გაწევა. იმიტომ რომ ჩება ხოლმე სიმფიზიტი, რომელიც ბოქვენის ძვალის გახსნილობა არის და უკან არ მისვლა, რომელიც სასტიკით კივილია მე დამრჩა სხვათა შორის და მე დამრჩა იმიტომ რომ ზუსტად აი ამ ვარჯიშებს ვაკეთებდი, არა იმიტომ რომ ჩემი ვარჯიშისთვის გამეკეთებინა, არამედ ჩვენებითმა ვარჯიშმაც კი მაშინაც ორსულობის დროს მე ჩვენებით ვიდეოებს წერდი ხოლმე მარათონის დროს, ლაივ ვარჯიშებს ვატარებდი და
აი მაგ ჩვენებითმა ვარჯიშებმაც კი იმოქმედა რომ მე სიმფიზიტი დამჭა. თუმცა არა მარტო ვარჯიშმა შეიძლება უბრალოდ დარჩეს ქალს სიმფიზიტი ისედაც ხო ვარჯიშის გამო არა ჩვეულებრივ შეიძლება დარჩეს. ანუ აბდაქტორების ბრალი შეიძლება არ იყოს თქო რა აბდაქტორის ვარჯიშის. თუმცა თავი რომ დავიზღვიოთ ბოლო ტრიმესტრისკენ ვიტყოდი რომ მეორე ტრიმესტრის ბოლოს აბდაქტორის ვარჯიშებს მოვერიდო და პირიქით ჩავანაცვლოთ ადაქტორის ვარჯიშებით. ანუ შიდა ბარძაყის ვარჯიშებით. რგოლი დავიჭიროთ პილატესის რგოლი, ან ბურთი, ან ბალიში და სახში დავიჭროთ და მოუჭიროთ ფეხებს შორის ტელევიზორთან. იმიტომ რომ შიდა კუნთები უნდა გავაძლიეროთ ბარძაყის, რომელიც ზუსტად დაეხმარება რომ სიმფიზიტი თუ დარჩა მარტივად ფაქტობრივად ჩვენ ვეხმარებით სხეულს რომ ნორმალურად ჯანსაღად შედარებით ნაკლები გართულებით მოხდეს მშობიარობა, გაჩნდეს ბავშვი და შემდეგ ის აღდგენითი პროცესი წავიდეს ასევე ძალიან რბილად. და თუ სიმფიზიტი დარჩა მშობიარობის შემდეგ არ არის აუცილებელი რომ გაჩერდეს სხეული, როდესაც ეკუთვნის უკვე ორსულს დაწყება და მაგასაც განვიხილავთ ალბათ. უბრალოდ ერთფეხიან მოძრაობებს, ცალმხრიან მოძრაობებს, ერთფეხიანს ცალმხარეს მოძრაობებს მოერიდოს, ან მაგალითად ლანჯი, როგორც არის ასევე თუნდაც mountain climber ან სირბილი, ან მოკლედ სადაც უწევს ერთ მხარეს დაყრდნობა სხეულს, მაგ დროს არის ძალიან მტკივნეული სიმფიზიტი და ჯობია რომ ყველა ვარჯიში ისე გადაკეთდეს, რომ ორივე ფეხი იდგეს სტაბილურად და ისე შეასრულოთ დავუშვათ ქვედატანის ვარჯიშები ან პრესის ვარჯიშები თუ და ძალიან ძვირფასი რჩევებია, იმიტომ რომ მართლა პირდაპირ პრაქტიკულად მივუთითეთ რა ვარჯიში და როგორ. და ნუ დადგა მშობიარობის დღე, იმ მშობიარა ქალმა და ძალიან ხშირი კითხვა ხომ ჩვენთანაც როდის ვიწყებ? აი, გავაჩინე ბავშვი, მინდა ფორმაში დაბრუნება ეს ფრაზა, რაც თავარია, თუმცა აი მან ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია რა. მე მაგალითად არასდროს ყოფილვარ ისეთ ფიზიკურ ფორმაში, როგორც ვთქვათ, ვიყავი ყველაზე პატარა რომ მყავდა მესამე. მაშინ აი 1 წლის მაგალითად, იმიტომ რომ 1 წელი რეგულარულად ვივარჯიშე და შევამჩნიე რომ რომელი 17 და 18 წლის რო ვიყავი, ანუ გამძლეობაც სხეულის თავისი 6 კუბიკით, რასაც ვეძახით, ქონდა მაშინ. და რეალურად ყველაზე ნაკლებით რომ მქონდა მაშინ ამავე დროს. ხო, იმიტომ რომ +2 ბავშვი კიდე არსებობს. ხო, კი, და ეს აქეთ ლაქტაციის პროცესში, თუმცა აი გადარჩენა, რასაც ქვია, თუ რამე იმ დროში გადამარჩენე, ჩემი პირადი გამოცდილება ეს არის და სხვებისგანაც მსმენია, მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიში ცალკე ენერგიას მოითხოვს, ცალკე დროს მოითხოვს, თუ რამე მაშინ გადამარჩინა მენტალურადაც და ფიზიკურადაც იყო ვარჯიში და არ არის რა ეს რომ აი ვეღარ დაიბრუნ, იცი რა შენ რადგან ბავშვი გააჩინე, ხო გვესმის ხოლმე ეს რომ აი მე ხა ბავშვი ყავს გაჩინე. კი, რაღაცები არის, რაც უფრო რთული ახსადგენი, მაგრამ თავისუფლად შეიძლება რომ ბევრად უკეთეს ფორმაში იყო, ვიდრე როცა იყავი. და იმან არის ზუსტად რომ შევცვალოთ საერთოდ პერსპექტივა მანდ რა დავიბრუნოთ კი არა ახალი ავაშენოთ. ხო, ზუსტად. ავაშენოთ უფრო კარგი და უფრო ძლიერი, უფრო შეიძლება. და უფრო ჯანსაღი. მაგალითად მანამდე სულ არ ვიცოდი დიასტაზის არსებობა, საერთოდ რა ხდებოდა და თურმე როგორი მნიშვნელოვანი არა ის თქვათ პოპულარული ვარჯიშები, მხოლოდ რომელსაც ვაკეთებ. შიდა კუნთებს რამ ხელა მნიშვნელობა აქვს, როცა გინდა ბრტყელი მუცელი და შეიძლება სამი მშობიარობის მერე ბევრად უკეთესი დაიყენო, თუ ეს ყველაფერი იცი და მიმართავს სათანადო პროგრამებს და მე მართლა ჩვენი პროგრამიდან გავიგე, მაშინ არ ვიყავი კომპანიის თანამშრომელი არც ვიცოდი დიდად ამ ვარჯიშებზე, უბრალოდ მარათონთან ერთად გავიგე მე რომ ყოფილა დიასტაზის სარეაბილიტაციო ვარჯიში და როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა, ესეც მე პრაქტიკაზე გამოცხადდა. გქონდეს დიასტაზი რომ გააკეთო ეგ ვარჯიშები, იმიტომ რომ ერთი როდესაც ქალს დიასტაზი აქვს, აუცილებელია რომ ესე არ დარჩეს და ანუ დიასტაზი რა არის? რომ ზუსტად აი ეს რექტუსები რომ გავიდა პრესის ზედა ფარის კუნთები რომ გავიდა შორს რომ საშულოს რომ გაზრდილიყო, ის მერე უკან აღარ მიდის ხოლმე და ითვლება რომ 2 თითიდან ზემოთ, ანუ ჭიპთან ხდება გასინჯვა, ჭიპის ზემოთ ან ჭიპის ქვემოთ და როდესაც 2 თითი ანუ თითნახევარი არის ნორმა. თითნახევრის ზემოთ უკვე ითვლება დიასტაზად. 4 თითის იქით უკვე ოპერაცია კეთდება, თუმცა 4 თითზეც კი შესაძლებელია ვარჯიშით დააბრუნო ეს კუნთები, სარეაბილიტაციო ვარჯიშები დააბრუნო ეს კუნთები უკან. იმიტომ რომ ეს აუცილებელია, იმიტომ რომ გამოდის რომ ჩვენი ყველა ორგანო არის საშიშროების ქვეშ, რომ ისინი არ დარჩებიან თავიანთ კუთვნილ ადგილზე.
და ორგანოების დაწევა და რელაფსი, კი ვიცით რა ჯანმრთელობის გართულებებთან არის დაკავშირებული. გონიათ ხოლმე მე რომ ეს ან ცხიმია, ეს მუცელი, ან აი ვიცი რა მშობიარობის შემდეგ დამრჩა ვეღარ დავიკელი. ანუ ეს ხსმენ. რეალურად შეიძლება წონა დაკლებული ქონდეს და ამბობს რომ მუცელზე ვერ დავიკელი. ამ დროს სულ არ არის კავშირში, ხო ის წონასთან ის მუცელი. შიდა აი საათღაც შიგნით ღრმად წელთან აი მთლიან კორპუსს როდესაც მოუჭერთ ეს ყველაფერი ავადა. ამ სამწუხაროდ ეს ისეთი ვარჯიშებია, ყველას ვეუბნები რომ აი ამ ვარჯიშებს სჭირდება განსაკუთრებით დიდი ნებისყოფა. იმიტომ რომ ვერ ხედავ ანუ რა მოძრაობას ასრულებ ვერ ხედავ, იმიტომ რომ ეს არის ძირითადად სუნთქვით და სუნთქვით უნდა მიწვდე და გონებით უნდა ჩაწვდე, უნდა ჩახვიდე. აი ეს უხსმენია ხო, რაღაც ძალიან ბევრ მედიტაციაზე, რაღაც ახლა ჩაწვდი ღვიძლს და მოეფერე კუჭს. აი ზუსტად ესე არის ეს ვარჯიშებიც. აი გონებრივად უნდა ჩახვიდე და სუნთქვით უნდა იგრძნო სად რომელ ჭანჭიქს უჭერ. ამიტომ არის ყველაზე გამოვიყენებ ამ სიტყვას ნუდნი, მოსაწყენი, მაგრამ ყველაზე საჭირო. თუ ჩვენ საუბრობთ გადმოვარდნილ მუცელზე. იმიტომ რომ ხანდახან არის მართლა შეხედავ წონა დაკლებულია, მაგრამ მუცელი არის წინ წამოწეული. ეს არის სრულად კორპუსის აი შიდა ღრმა სტაბილიზატორი კუნთების გაძლიერების, ასე ვთქვათ, სიგნალი. სამწუხაროდ ქალებს ძალიან სწრაფად გამოგდის ეს კუნთები მწყობრიდან. თანდაყოლილი ლორდოზის დროს ძალიან მალე გამოდის მწყობრიდან, ანუ აი ეს შეზნექილი წელი რო აქვთ ხოლმე გოგოებს. და კავკასიურ გენში ძალიან ხშირი. ძალიან ხშირი არის. კუჭის შეკრულობა რაც თან ახლავს ყოველთვის ორსულობას ერთი გაჭინთვა და ანუ ყოველი გაჭინთვა არის დარტყმა აი ამ კუნთებზე განსაკუთრებით მენჯის ქვედა ფსკერის კუნთებზე და წონის ანუ მატება და დაკლებაც ესეც ამ კუნთებზე მოქმედებს ხო და ნუ მშობიარობა რა თქმა უნდა მოქმედებს. ამიტომ იმდენად ეს ხშირად გამოგდის მწყობრიდან არა აუცილებელი რომ იყოს ნამშობიარები ქალი შეიძლება ისეც გამოუვარდეს გოგონას ანუ ასაკთან ერთად წამოუვიდეს წინ მუცელი. ამიტომ ამ ვარჯიშებს შტანგებით, განტელებით, წანისწონით ვერ ვწვდებით სამწუხაროდ, ვწვდებით სუნთქვით, ნებისყოფით, რომ დაუთმოთ ამას დრო და ნუ სადღაც დღეში 15-20 წუთი რომ დაუთმოთ, საკმარისზე მეტიც არის. კი ბატონო. ხო, ანუ ძირითადად, როდესაც კითხვას სვამენ, როდის ვიწყებთ ვარჯიშს მშობიარობის შემდეგ. აი, მე არ გავიცი მაგას პასუხი. ხო, აი, გარდა დიასტაზით უთხრათ, როდის არის რეკომენდებული და ზოგადად დაბრუნება იმ რუტინაშიც, რაც ხო, მშობიარობის შემდეგ, ბუნებრივი მშობიარობის შემდეგ 4 კვირა საკმარისია რომ დაბრუნდეთ ვარჯიშებზე და საკეისრო კვეთის შემდეგ 10-დან 8-10 კვირას ვიძახით ხოლმე. გააჩნია ნაკერები როგორ არის შეხორცებული და გააჩნია როგორ გრძნობს ადამიანი თავს, ორსული გოგონა თავს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ეს 4 კვირა და ან 8-10 კვირა ფეხზე უნდა იყოს გადადებული, იმიტომ რომ იმ ვარჯიშამდე რომ მიხვიდე და იმ ვარჯიშამდე რომ მზად იყო, კორპუსის კუნთები რაღაცნაირად უნდა აღადგინო, განსაკუთრებით მენჯის ქვედა ფსკერის კუნთები. ანუ ახალ ნამშობიარებ გოგონას კეგელი არის აუცილებელი, რომ აი სუნთქვით მიუწვდეთ მენჯის ქვედა ფსკერის კუნთებს, არის იქ ძალიან ბევრი სხვადასხვა ვარიაციები, როგორ უნდა მიუწვდეთ სხვადასხვა ვარჯიშები და ზოგადად მენჯის ქვედა ფსკერის კუნთის ვარჯიშები უნდა აკეთოს აი იმ 4 კვირის განმავლობაში. შეიძლება პირველ დღესვე არ ეტაკოს თუმცა 2-3 დღის მერე აი როდესაც უკვე სახლში მოვა, საზღვარგარეთ როგორც წესი, სამანტყოფოშივე უხსნიან კეგელის პრინციპებს, ლაქტაციასთან ერთად, ჩვენთან ახლა უკვე დაიწყეს რაღაცა ლაქტაციის კოუჩი შემოვიდა, ჩემთან გაგუაში რომ ვიმშობიარე და მასწავლა დავშოთ მოჭიდება და რაღაც, მაგრამ ძალიან ვისურვებდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის მენჯის ქვედა ფსკერის კუნთების სპეციალისტით შემოსულიყო და დავშოთ კეგელის პირველი პრინციპები აეხსნათ. ხო. საზღვარგარეთ ეს როგორც გითხარი, სამშობიაროში ვეხდება, თუმცა გარეთ რომ გამოდიხარ, ჩვენი ვალდებულება არის რომ მოვიძიოთ ინფორმაცია, მენჯის ფსკერის კუნთები მოვამზადოთ, რომ იმ ვარჯიშებისთვის ვიყოთ მზად. იმიტომ რომ ამის გარეშე ეს არის ჩათვლილი ფუნდამენტი. ფუნდამენტი თუ არ არის, სართულებს ვერ დააშენებ, ხო? 1000 პრობლემა იჩენს მე მაგის გამო. კი, ჩვენ არავის არ გვინდა რომ დაცემინებაზე და გაცინებაზე თითო წვეთი შარდი გავდიოდეს. და ასევე მე საშვილოსნოს დაწევა გამორ, რომელიც საერთოდ ძალიან ბევრმა არიცის, რომ ამასთან არის კავშირში და უბრალოდ რადგან იმშობიარა თulis რომ ნორმა არა მარტო, ეხლა მე ხო ბლოგი მაქვს, ხო? და ძალიან ბევრ გოგონას მოუწერია შეიძლება ახალგაზრდას ხელს არ ახასიათებდეს ეს სიცილთან და დაცემინებასთან ერთად შარდის გაპარვა. თუმცა ძალიან ხშირი არის ვაგინალური გაზების სექსის დროს, რომელიც
ძალიან ისეთი არის დისკომფორტი არის, უხერხული არის პარტნიორთან. და ნუ შეიძლება არ არის გახსნილი ისეთი. ვარჯიშის დროს იოგებზე ხდება ხოლმე ზემოთ სანთლის პოზაზე რომ ავლენ, თითქოს ჰაერი სკვაზნიაკია. ამიტომ სკვაზნიაკი რო არ იყოს დახურეთ. შექმნით უაერო სივრცე. ნუ ძალიან მნიშვნელოვანი მართლა ახალია რა ეს თემები მე არ ძალიან დიდხანს არ ვიცოდი და არც მქონდა საერთოდ მარათონამდე და მე შენი ბლოგიდან რაღაცები და იმიტომ არის ხომ ხშირად ძალიან სამართლიანად გემადლიერებიან ამასთან დაკავშირებით რა იმიტომ რომ ეს ცნობიერების ამაღლება რომელიც ადამიანის ძალიან მნიშვნელოვანი ისეთ დისკომფორტებს ეხება რომელიც შეიძლება ესე არ ჩანს და არ მოგკლას ასე ვთქვათ მაგრამ ცხოვრების ხარისხია ყველაფერი და ჩვენთან რატომ ყო იცი რა მე უკვე 50 წლის ვარ და მორჩა და ვამთავრე ხა ცხოვრება და ამ დროს რატო როცა შეიძლება რომ გაიხანგძლივო 80-ის იყავი 90-ის იყავი იმ ახალგაზრდასაც უშლის კაცო ხა როგორია წარმოიდგინე ახალი პარტნიორია და უცბად სექსის დროს ვაგინა აკუებს აი რანაირია ანუ ძალიან დისკომფორტი არის წარმომიდგენია ძალიან ისეთი არის რა არის სხვადასხვა პოზების რო შეიძლება ისეც მოხდეს რომ ვაფშე არ იყოს მენჯის ქვედაფსკერტის კუნთან კავშირში მაგრამ თუ ამას რეგულარული სახე აქვს პირველი სიგნალი არის რომ მოსაჭერია იქ პატარა ჯანჯიკები. ხო, ეგ რაღაცას რეაბილიტაციო და ჭირდება და ეს არ არის რაღაც თქვენი ბრალი, უბრალოდ რაღაც კარგად არ მუშაობს და უნდა გამოსწორო ის საშუალებაც არის შესაძლებელი. კი, რა თქმა უნდა, ანუ კაი ამბავი ეგ არის რომ გამოსწორებადია. თავარი ეგ არის. და აი ლაქტაციის დროს არის ხოლმე ცოტა ესეთი სიფრთხილით ეკიდებიან, ხომ არ მოქმედებს ვარჯიში რძის რაოდენობაზე. რძის რაოდენობაზე ვარჯიში არასდროს არ მოქმედებს თუ ვარჯიშთან ერთად ქალმა გადაწყვიტა რომ აი ესე იმშობიარა თუ არა ორ თვეში ფორმაში უნდა იყოს და იქ კალორიებს მაშობა restriction კალორიებს ალიმიტებს ზღუდავს საკმაოდ კვებას ძილი ძალიან აკლია და ასე შემდეგ და დეჰიდრატაცია სხვა შორის ძალიან მოქმედებს საკმარისი სითხის არ მიღება ასე რა ქვია რძის რაოდენობა და რატომღაც პარალელურად თუ ვარჯიშობენ უკავშირებენ რომ მაინც და მაინც ვარჯიშის გამო არის შემიძლია იცი რა არის ზოგადად ლაქტაციაზე მყოფი ქალი მე მაგალითად ძალიან წინააღმდეგი ვარ რომ კალორიულ დეფიციტში როცა არიან ხოლმე იმიტომ რომ მინიმუმ შენარჩუნებას უნდა იკვებებოდეს იმიტომ რომ რო დაუფიქრდებ რა სხეული წარმოქმნის, ანუ მკერდი ქონდა ჩვეულებრივად, ანუ ძუძუ გაბია და უცებ ეს ამ ძუძუ და რძე მოდის. აი რამხელა რაღაცა არის, ანუ ბიოქიმიურად რამხელა რაღაცა ხდება ჩვენს ორგანიზმში და რამხელა ენერგიას და რესურსს მოითხოვს ჩვენი ორგანიზმიდან, რომ რძე წამოვიდეს და ახალი რაღაცა შექმნილი, რომელიც ჩვენ შევქმნით, ასევე ჩვენმა ორგანიზმმა შექმნა ახალი სიცოცხლე, იმას ვაჭამოთ. მე უბრალოდ მაჟრიალებს რომ ლაპარაკობ. თან ზუსტად ის რაოდენობა ისეთი იმას როგორ უნდა შეუზღუდო კალორიები და როგორ უნდა უთხრა, რომ ცოტა ხანი უნდა შეგიზღუდო ახლა და უნდა გადიეტო და უნდა გაგაბოროტო. ანუ აი ვერ იმაშვები ხოლმე ვერანაირად ვერ ვეთანხმები მაგ იმას რომ კი ბატონო როგორ არა მეც ძალიან მესმის მით უმეტეს მე რამხელა წნეხი მქონდა წარმოიდგინე როცა მთელი სოცმედია გაფართოებული თვალებით მიყურება და როდის ჩადგება ჩერი ფორმაში ძალიან მესმის ეგ წნეხი რომ გვინდა რომ დავიბრუნო ჩვენი სხეული მაგრამ რომ ვაანალიზებ აი რატო უნდა ჩააგდო მაგან გამანადგურა იმიტომ რომ მე თან დეკრეტიც რო არ მქონდა რაღაცა ფსიქიკა ჩამომინგრა ფსიქიკა რას ნიშნავს აი ნერვული სისტემა ძალიან ვაზარალე მაგ წნეხებით რა და რატო კაცო მთელი ცხოვრება წინ გვაქვს იყავი კალორიულ დეფიციტში არა მე არ ვიყავი კალორიულ დეფიციტში მაგრამ ამ წნეხისგან რა მაგ წნეხმა მაიძულა დაუშვათ იქ ძალიან მალე წავსულიყავი მაშინ ბანაკში და რაღაცა მე ოღონდ ვარჯიში გამომქონდა ეგ საგიჟეთი რა ანუ ყვებით ვერ ზღუდავ, იმიტომ რომ მე ყვება ძალიან ჭამა ძალიან მიყვარს. და ამიტომ ვცდილობდი რომ აი რაღაცა გიჟურად მე ვარჯიშა რა და არ არის ანუ ენერგია რომ მოყვება, იქ იმას არ ნიშნავს რომ შენი სხეული მზად არის ამ ყველაფრისთვის. თან იცი რა, სწორად თუ დააბალანსებ ამ ყვებას, იმ ბავშვისთვისაც მადლია, იმიტომ რომ ზე ბევრად დიდარი. თუმცა არ ნიშნავს რომ ესე ორი კაცისთვის უნდა ვიყვებოთ ლაქტაციაზე, შენარჩუნებაზე მაინც იყვებე. იმიტომ რომ თუ ვარჯიშობ კიდევაც და კი ბატონო ვარჯიშით გინდა რომ დაეხმარო და ვარჯიში ძალიან ეხმარება ძალიან ბევრ პროცესს რომ სწრაფად წარიმართოს და თუნდაც ინფორმებს დაუბრუნდეთ თუ მაინც გვინდა რომ ესე ვივარჯიშოთ კალორიები არ მოვაკლოთ და არასდროს არ შეეხება რძის რაოდენობას ვარჯიში ანუ ვარჯიში არც ეხება კალორიების რაოდენობა და ისედაც რძე იდეაში მაინც აგებულია მოთხოვნა მიწოდების რეჟიმზე მოვაწოვეთ ბავშვს ბევრჯერ
ჩათვლის ორგანიზმი რომ ბევრი რძეა დასაგენერირებელი და დააგენერირებს ეს მადლიანი ანუ იმხელა კავშირი არის ჯერ კიდევ ბავშვს და დედის ორგანიზმს შორის ხო რომ არ ვიცი ძალიან გამოიყენეთ და ყველაფერზე უსმენთ კი თავისთავად და აი ვთქვათ აქვე ისიც რამხელა წნეხი აქვს შენ ახსენე რა წნეხი და ზოგადად გარშემოყოფებისგან ქალს იქ ბავშვი გააჩინა იცი რა ეხლა შენ გაცოძველებურად ვეღარ იცხოვრებ სხვანაირად უნდა იყო რა ვარჯიში აგიწყდა და ეხლა რა დროს ეს არის შენი თავისთვის ან მეორე ერთი ხო არის ის წნეხი რო სიტყვაზე ფორმაში უნდა დაბრუნდე მაგრამ ამავე დროს ეხლა შენ რაღაცა მეტად დროს უთმობ შენ თავს და რა ვარჯიში აგერ ბავშვი აიყვანე ხელში ტირის ან აქეთ ეხლა იმზადებ გასაგებია ვთქვათ მაგრამ აი რაღაცა შესქელებულ რძიანი ჩაი დალიე ბევრი ან წვნიანი ჭამე მარტო ეს არ ჭამო ის არ ჭამო და ამ ხელაწნახია და აი რას ეტყოდი რჩევის სახით და პლუს აი ეს სოციმედია გავლენა იმაზე რომ ვიღაცამ გააჩინა და ორ თვეში ისევ ისეთია და შენ რაღაც შეიძლება დაგრჩა სხვადასხვა ფორმა რომელიც დასაკორექტირებელია აი ამ დროს მინდა რომ რაღაც რჩევა გავცეთ გავამხნევოთ არ ვიცი ნუ ვუთხრათ რომ დრო მისცენ ამ ყველაფერისთვის საკუთარ თავს და თუ ვთქვათ დღეში ძალიან ცოტა დროს დაუთმობენ საკუთარ თავს რა იქნებოდა შენი რჩევით ის აქტივობა რომელსაც ეტყოდი რა რომ აი მოკლე დროში შენი სხეულისთვის მოსაფერებლად აი ეს იქნებოდა კარგი სადა ვერ ვიკითხავ ამის ხა საიდან დავიწყო ჯერ წნეხიდან რო გაჩნდა ბავშვი წნეხი აი ძალიან უსამართლოა ეგ წნეხი ძალიან უსამართლოა რომელსაც სოციმედია რა თქმა უნდა აღრმავებს ერთი რომ რა თქმა უნდა ვისაც გენეტიკურად ერგოა ეს ჯილდო რომ მხოლოდ ორსლობიზოს მხოლოდ მუცელი არის პატარა კურკასავით გამობერილი ჩემ ბავშვობაში მას ატმის კურკას ეძახდნენ ატმის კურკა გადაყლაპავთ რაღაც ვისაც ეგ ჯილდო ერგო რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერებაა ხო მაგრამ სამწუხაროდ როგორც წესი ეგ თითოეულას ხვედრი არის როგორც წესი ქალისთვის ძალიან ნორმალური არის რომ შობია რომ ორსლობის დროს რაღაცა გარკვეული კილოგრამები მოიმატოს რაღაც 16-18 კილოგრამის ფარგლებში და წარმოიდგინე ეს პროცესი მიმდინარეობდა 9 თვის განმავლობაში ანუ რატომ უნდა გქონდეს ახლა ჩვენ ილუზია რომ 2 თვეში და 3 თვეში ეგრევე დავაბრუნოთ ყველაფერი თავის ადგილას ხო ამ ყველაფერს აქვს თავის ციკლი იქ საშვილოსნო სჭირდება რაღაცა 6 კვირიდან 6 თვემდე სრულად შეიკუმშოს ხო იქ ჰორმონალურ ესტროგენს პროგესტერონს ჰორმონებს სჭირდება თავისი დრო რომ თავის ყურში ჩადგეთ ფარისებრ სჭირდება თავისი დრო რომ რაღაცა გარკვეული ყველას აქვს თავისი რაღაცა time frame როგორ არის დროის ფანჯარა აი ამ მშობიარობის შემდეგ რომელსაც ყველა ვარიანტში აი ეს დრო ჭირდება რომ წყობში ჩადგეს ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი გადაწყვეტილებებით ვეხმარებით აი ამ პროცესს რომ დავაჩქაროთ არა უფრო სწორად და კარგად წარმართოთ რომ ის დაუშვათ time frame ანუ ფანჯარა თუ არის აქედან აქამდე მინიმუმ დროში ჩავატიოთ და არა დაუშვათ მაქსიმუმამდე გაიწევოს მაგრამ დრო ყველა ვარიანტში უნდა მივცეთ და ის გადაწყვეტილებები ზუსტად რაც ამაში დაგვეხმარება არის ზუსტად ფიზიკური აქტივობა და კვების სწორი შერჩევა და წყლის ადეკვატური მიღება. აქ ძილზე ვერაფერს ვერ საუბრობ, იმიტომ რომ არავინ არ ვიცით როგორი ბავშვი გამოდის. მაგალითად, ჩემ პირველ შვილს გადასარევად ეძინა, მეორემ დამაფსიხოზა და 3 წელი ფაქტიურად არ მიძინია და 3 წლის მერე ასე ვთქვათ, ნელ-ნელა დაიწყო. ძილი. ანუ ვერ ურჩევ, ძილი, რო გითხარ რა ხარ ადიქი და დაიძინე, ვერ ურჩევ რა. ამიტომ აი ეს წნეხი მართლა ძალიან არასამართლიანია და მე ყველას ერთადერთი რჩევა რაც მექნებოდა რომ არ მისცეთ უფლება აი სხვებს სოციმედიას იმ აკაუნტებს რომელიც გატრიგერებთ და აი ამ წნეხს უფრო გიღრმავებთ იმ წამს მიაჩუმეთ არავინ არ იცის შენ იმას მიამიუტებ და unfollow-ებ თუ რას უზავ არავინ არ მოგედავება მაგაში მაგრამ შენ თუ არანაირ სიტყვი აბა რა თქმა არ ნიშნავს რომ გშურს იმ მომენტში უბრალოდ კაცო სხვა მდგომარეობა აქვს აბსოლუტურად იმიტომ რომ მშობიარობის შემდეგი დეპრესიაც ხო კიდე ცალკე ის არის ეს ჰორმონების არევასთან ერთად შენი ტვინის ჰორმონებიც ძალიან არეულია ძალიან რთულად გამოგეყოფა ის სეროტონინი დოპამინი და ასე შემდეგ ამიტომ ჩვენ მენტალური ჯანმრთელობაც მისახედი გვაქვს ჩვენ იმის შემდეგ ამიტომ აი ერთადერთი რჩევა იქნება ეს რომ არ მისცეთ უფლება რომ აი ამ გარე წნეხებმა რომელიც მოდის ძირითადად სოციმედიიდან შემოდინება ხდება ძირითადად სოციმედიიდან
აი ეს დაბლოკეთ ყველანაირად და არ მისცეთ უფლება რომ ამან თქვენზე იმოქმედოს. ხო, ეს საერთოდ არ არის ეგოიზმი, მეც ვიტყოდი რა, ამას დავამატებდი, რომ ეს არ არის ეგოიზმი, თუ მე იმ გარემოს ვიქმნი იმ მომენტში, იმიტომ რომ დიდი ამბავი აქვს გავლილი ჩემს ხელს, ეს უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ არის ეგოიზმი, არც შური, არც ისიც კი თუ თქვა გვეტირება იმ მომენტში ვიღაცის სხეულის დანახვა, ეს არ არის რომ ან შურს ან რაღაც შეიცვალა, ან უბრალოდ კაცო ხო ვატყობ მე, რომ ეს რაღაცა ჩემი ჰორმონალური ფონია, მოდი რა, მოვაშორებ, ძალიან კაი რჩევა სხვათა შორის და მოვაშოროთ ყველაფერი, მათ შორის ახლობლებიც ისეთი. ანუ აბსოლუტურად, ან ეგრევე აჯახეთ. თან მე დავაკვირდი რომ თან მშობიარობის მე უფრო გაბედულები ხართ რა, იმიტომ რომ იმდენად ეს უძილობა ეს ჰორმონები ისე იმდენად გარეკილი ხართ რომ აღარ ერიდები რა, რომ იმას კოჭი გაუგორო, მაგის ნერვი აღარ გაგრო ვიღაცას კოჭი გაუგორო. ამიტომ თუ ვინმე ახლობელია, რომელიც აი ესე მუდმივად ჩაქჩიჩინებს და რაღაცა დებილობებს გელაპარაკება, მოაკეტინეთ. აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომ სანამ თქვენი მენტალური მზაობა იქნება თუ მენტალური მხნეობა არ აღდგება, ცოტა ხანი მოერიდეთ ამას, იმიტომ რომ ეს წნეხი ძალიან ბევრ ცუდ გადაწყვეტილებებს ჩაგადენინებთ, რომელიც იდეაში მე სხეულს აზარალებს. ანუ გრძელვადიან ჭრილში, რა ვიცი, მე მგონი პოდკასტი არა დარჩენილი, სადაც არ მაქვს ნათქვამი, რომ ჩემი აი ესე დაჩქარებული გადაწყვეტილებით ხერხემალი გავიბრიცე და იმის მერე ქრონიკულ ტკივილში ვარ მე წელის, იმიტომ რომ მენჯებში რაღაცა ისეთი დავიმართე, რაც არ იყო სხეული მზად და დაუმატე მე როგორც გითხარი ყვებას არ მომოკელი, მაგრამ ვარჯიში გავაგიჟეთ შესაბამისად ეგეც არის იცი რომ მშობიარობის მერე ნავარჯიშების სხეული განსაკუთრებით ენერგია აქვს, მაგრამ ენერგია არ ნიშნავს რომ შენ ყველაფერი შეგიძლია. მენჯის ფსკერის კუნთებს ჭირდება დრო რო აღდგეს და მენჯის ფსკერის კუნთები თუ არ არის მწყობრში, მთელი მენჯი არასტაბილურია. არასტაბილური მენჯი იწვევს მერე ხერხემლის არასტაბილურობას, იქ დეფორმაციას, მერე არასტაბილურ მხრებს და ასე შემდეგ ტკივილები და რა ვიცი, მთელი უბედურებები, რომელიც მერე ქრონიკულში გადადის. იცეთ დრო და დავეხმაროთ თვითით ჩვენ შეგვიძლია და ისიც უთხრათ, აი ცოტა დრო რო აქვს რა, 10 წუთი აქვს, 15 წუთი აქვს, რომელ აქტივობას ურჩევს. ყველაზე კარგი პრაქტიკა არის, რომ აი ეხლა არ ვიფიქრო, ეხლა რა გავაკეთო, რა ყოველთვის მომარაგებული მქონდეს ჩემი საყვარელი პროგრამები. ეს იქნება დაუშვათ აპლიკაციის პროგრამები, ან ეს იქნება YouTube-ზე რაღაცა საყვარელი არხი, რომელსაც ვიცი, რომ აქვს ეს 10 წუთიანი პროგრამები, API, რომელიც მეუბნება, რომ აი ამ 10 წუთში აი ამას ჩაატევ. აი ზუსტად ვიცი, რომ 10 წუთი მაქვს, ზუსტად 10 წუთში ვrta, ან ვიცი, რომ 15 წუთში მექნება 10 წუთი დრო. 15 წუთში რაღაცნაირად მობილურში ყოველთვის გქონდა იმის დრო რაღაც მოიმარაგო ის იქვე ახლოს ლინკი და იმ 10 წუთის პირველ წუთასვე დააჭირო იმ რაღაცას და ჩართო შენი საყვარელი აქტივობა. არა, მე მაგალითად იმაზე რა ქვია, როცა ძალიან გადასტრესილი ვიყავი და ვარჯიშის ნერვიც არ მქონდა, YouTube-ზე აღმოჩენილი მყავდა ერთი 3 აფრიკელი ქალი, რომელსაც ერქვა Dance Fitness, African Dance Fitness თუ რაღაცა ეგეთი. ვაიმე, ისეთ მაგარ დროს მატარებინებდნენ, აი ცეკვა ფიტნესი რა, თან ჩარჯდომა, თან ტვერკი, თან ისა და აი ეგ ვიცოდი, რომ ეგ მე გადამარჩენდა მენტალურადაც და ზუსტად იმას ჩავთავდი ხოლმე YouTube-ზე, არანაირ არ ჩემ პროგრამას ვეკარებდი, არ ჩემ აპლიკაციას, ანუ იმიტომ რომ მე ეგ მქონდა დამუღამებული რა. ვიღაცა შეიძლება ჩემ პროგრამის აპლიკაციაზე თავარია რომ ამისთვის დრო ის 10 წუთი. ის 10 წუთი. ეხლა უყურე, რატო არის მნიშვნელოვანია 10 წუთი რომ გამოყო? იმდენად მშობიარობის შემდეგ მე მგონია რომ ხალი არ მეგულება ვისაც არ აქვს შეიძლება დეპრესია, გამოხატული დეპრესია არ ქონდეს, მაგრამ sadness, აი მოწყენილობა. რაღაცა საკუთარი თავის შეცოდება არ არსებობს, რომ ეს ქალს არ ქონდეს ორსულობის მერე. ამიტომ ეს დროის გამოყოფა იმდენად მნიშვნელოვანი არის მენტალური ჯანმრთელობისთვის და ჩვენი აი ამ გამოჯანმრთელებისთვის და ზუსტად ეს აღდგენის პროცესი, ეს არის აღდგენის პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. რომ ის მე ჩემს ტვინში ვიცი, რომ ის 10 წუთი, ის 15 წუთი თუნდაც თუ მაქვს იმის ფუფუნება, რომ 1 საათი მე ჩემს თავს და მხოლოდ ჩემს თავს გამოვუყავი. არა დედას, არა მამას, არა შვილს, არა ქმარს, იმინე ჩემ თავს გამოვუყავი და ამითი რაღაცნაირად იმხელა შევსება მოდის და იმხელა სისავსის შეგრძნება მოდის, რომ ჯერ კიდევ ვარჯიშს მერე ხო ეს იდეაში ეს დოპამინი გაძლევს იმის შეგრძნებას, რომ რაღაცა დაამარცხე, რაღაცა გადალახე. მაგრამ პლუს ამას, რომ შენ თავს დრო გამოვუყავი და რაღაცნაირად იმ მომენტში თუნდაც ეგოისტურად მოიქეცი, ანუ ძალიან ეხმარება აღდგენის პროცესს, ძალიან ეხმარება ზუსტად εμას რა. კი. ეგრეა. და აი არის ახლა ბავშვი უკვე
და ფიზიკური დღეს მით უმეტეს ძალიან ხშირად აღვნიშნავთ სახეზე გვაქვს ყველაფერი რომ ფიზიკური აქტივობა დღევანდელ ბავშვებს საკლიათ. ჩვენ კარგად ვხედავთ იმასაც ჩვენი მარათონელები და სხვადასხვა პროგრამას ვინც მოყვება იმათი შვილები როგორც ცდილობენ მიბაძონ ხოლმე მშობლებს. აი ეს კითხვა მაქვს და მინდა რომ გავაჟღეროთ. რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის მაგალითი? და აი ეს უმოძრაობა, რომელიც დღეს გვაქვს მოცემული, არის თუ არა ის, რასაც აკოპირებს ბავშვი მშობლისგან. ანუ მოძრაობთ მშობლების საკმარის იმისთვის, რომ ბავშვებს მოუთხოვოთ. ნამდვილად. ეს მე მგონი ყველა იმაში, რა ქვია, ყველა გაიდლაინში ბავშვების ზოგადად ეს ფსიქოლოგიურ თამაშებში და იმაში ყველგან მაგას ამბობენ, რომ ბავშვი სიტყვით არ სწავლობს. ბავშვი სწავლობს მაგალითით და ბავშვი სწავლობს თამაშით. თუნდაც ის მოძრაობა თამაშით, რომ გაუტარო ხოლმე ხა ჩვენ ყველა ბავშვს აქვს გართულება პლანკაზე რო დგახარ და ესე რო წევხარ. ანუ პლანკაზე შიგნით უნდა შემოგიძვრდნენ, ესე რო წევხარ, ეგრევე ზედ უნდა დაგახდნენ. ზედ უნდა დაგაჟდნენ. არ ვიცი ეს რა ატრიგერებს, რა ხდება მაგათ ტვინში მაგ დროს, ანუ რას ფიქრობენ, რომ დედა რა მოსდის, მაგრამ აი მაგ დროს ძალიან ჩვეულებრივად შეგიძლია თამაში გაატარო. ძალიან ერთობიან, ხო და როცა ხედავს მშობელი რას აკეთებს, ბავშვიც იმას აკეთებს, არ არსებობს მოვარჯიშე მშობლის შვილი არ იყოს ფიზიკურად აქტიური. აი ვისაც კი აი ძალიან ბევრი სპორტსმენი მყოლია პოდკასტზე, ვისაც გავსაუბრები ვარ და ყოველთვის აღნიშნავენ ან დედის, ან მამის ფიზიკურ აქტივობას. რომ დღემდე აქტიურები არიან. ნუ რა თქმა უნდა, ყოველთვის ეს кейსი არ არის, მაგრამ ანუ არ არსებობს, როდესაც მშობელი აქტიურია, ბავშვიც აქტიური არ იყოს. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენ შვილების მომავალი, ჯანსაღი მომავალი რაღაცნაირად ვუზრუნველყოთ, ზუსტად ეგ უნდა ვაჩვენოთ ჩვენ შვილებს, რომ ჩვენ თვითონ ვარჯიშობთ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და პრიორიტეტული არის ეს დრო, რომ ჩვენ თავს დავუთმოთ, რომ სხეული ვავარჯიშოთ. ანუ მაგით ბავშვსაც რეალურად ხო არიან დედები, ხა მე დიდად არ ვიზიარებ მაპატიოს ყველა მაგაზრს რო იცი რა მე ჩემ თავს დრო რო დავუთმო ამით რაღაცას ვაშავებ, უფრო ძალიან პირიქით, ანუ მგონია რომ რაც მეც დავუთმობ მით უკეთესი, მაგრამ ნუ არიან მშობლები არ ვიცი არ აღიარებენ, არ ვიცი მართლა ასე სჯერათ, ხა შეიძლება მე არ მესმის, მაგრამ მართლა ასე სჯერათ, რომ იცი რა მე ვერა რა, ხა ვერ დავუთმობ ჩემ თავს. ჩათვალეს რომ ამის შვილს პრიორიტეტების ამბავია მე მგონი. ხო, შვილს უკეთებ რა ამით საქმეს, ასე უნდა შეხედო. რა თქმა უნდა. და უკეთებ რეალურად ძალიან დიდი. და იგივენაირად ორსულობის დროს ვარჯიში. სხვა შეიძლება ადრე იყო რაღაცა კვლევასავი წავიკითხე, გერმანიაში იყო ჩატარებული კვლევა, რომ ფეხბურთელი, ანუ მოვარჯიშე ორსული ქალბატონის ფეხბურთელს უკვე ფორა აქვს მოედანზე, ვიდრე პასიური მშობლის, პასიური დედის შვილს. რაღაცა დაახლოებით ეგ ის იყო. შეადარეს და ანუ წარმოიდგინეთ რამხელა თუ დაუშვათ თქვენ გადაწყვეტეთ რომ სპორტსმენი გახდეს ბავშვი, ორსულობის დროს ვარჯიში რამხელა ფორას აძლევს. ნუ ჯერ ერთი ძალიან ძლიერი კუჭნაწლავის სისტემით იბადება ბავშვი, ძალიან ძლიერი ნერვული სისტემით იბადება ბავშვი და ზუსტად აი VO2 max-ის რეზერვით იბადება ბავშვი, რომელიც არის გამძლეობა და რომელზეც ჩვენ კონფერენციაზე ვისაუბრებთ აუცილებლად. და აქვე ბავშვთან დაკავშირებით ორგანიზებული სპორტი თუ აქტიური თამაში. აი რეალურად ეს სპორტი, რომელზეც მშობლებს ზოგჯერ აქვთ რა ძალიან ჩაციკლა, იცი, იმიტომ რომ აქტიური იყოს, შევიყვანე სპორტზე და იმ ბავშვს შეიძლება სულ არ უნდა. ან პროფესიონალი ტრენერი არ შეხვდა და ასე შემდეგ. ეგ მე მგონი გამართლების ამბავი არის არ შეხვდა. მე ანუ მომწონს ძალიან ორგანიზებული სპორტის იდეა, იმიტომ რომ სხვანაირ დისციპლინას აჩვევს ბავშვს და სხვანაირად გამოუმუშავდება. ცხოვრებაში არ უჭირთ ხოლმე მე სპორტსმენებს ადაპტირება. როგორც აი ბავშვებიდან როდესაც რაღაცა სპორტით არიან დაკავებული, ხო? მერე დიდობაში ცხოვრებასთან ადაპტირება უფრო მარტივად შეუძლიათ, იმიტომ რომ იქ ზუსტად იმ ორგანიზებულ სპორტზე ძალიან ბევრი სხვადასხვა ისეთი ტასკები აქვს გასაკეთებელი, რომელიც ბავშვისთვის იმ წამს რაღაცა პრობლემის გადაჭრას წარმოადგენს და დღევანდელ ბავშვს პრობლემა არ აქვს გადასაჭრელი სამწუხაროდ და რაღაცა პრობლემა ახლა მე არ ვამბობ ადეკვატურ ფარგლებში უნდა იყოს რა თქმა უნდა ეს პრობლემა მაგრამ იმდენად მე აი ეს
უპრობლემო ბავშვისთვის იმდენად უპრობლემო ბავშვი უბრალოდ მერე დიდობაში იმდენად მოწყვლადია ემოციურად, რომ ძალიან მალე მსხრევადია, ხო? და ნებისმიერი ესეთი ცხოვრებისეული ტალღის დროს შეიძლება ძალიან მალე მიეცეს ან იმ შფოთვას, ან დეპრესიას, ან ასე შემდეგ. ანუ ბავშვობიდან ბავშვს რაღაცა პრობლემების გადაწყვეტა და ყოველდღიური სოლუშენები, ასე ვთქვათ, ჭირდება და საჭირო არის. ეს თუნდაც შეიძლება იყოს თამაშის დროს ბავშვთან კამათი დაწყებული და თვითონ მოგვარებით დაწყებული, ორგანიზებული სპორტით დამთავრებული. ანუ მომწონს მე ორგანიზებული სპორტის იდეა. თამაში იდეალურია, თუმცა თბილისში რო გაიხედავ, რა ვიცი, რამდენი ეზოში არის ეზო. ყველა ეზო არის პარკინგი. და სამწუხაროდ ეხლანდელ ბავშვებს ეზო არ აქვთ და ჩვენ დროს რაც იყო, რომ ეს ეზოში ჩავდიოდით და ვთამაშობდით და რაღაცა ძალიან ხოლო სპორტიც გამოდიოდა სპორტი გამოდიოდა ხან ცოცვა იყო და წრეში ბურთი არის სერიოზული კარდიო. ანუ ჩვენ ონდის ვინც წრეში იყო რა. და თუ მსროლელი ისეთი ჯიგრულად მსროლელი ან ბიჭები ისროდნენ ხო ჩვენ დროს ესე იყო ბიჭები იყვნენ მსროლელები და როცა წრეში იყვნენ ნუ მე ყველანი ერთად წრეში ვიყავით ხოლმე, მაგრამ როცა წრეში დგახარ აი წრეში ბურთი ვისაც უთამაში არის სერიოზული კარდიო. იქ ახტომიან, მანევრირებიანად, პადელზე რომ მანევრირება არის, ზუსტად იგივე მანევრირება. პლუს ფოკუსიანად, ნუ აი ძალიან დიდი კარდიო არის. იქ შვიდქოვაბანა, იქ პარალელობანა, ეს ხელის გადაბრუნება რო იყო გახსოვს. რა ვიცი, გავიხსენოთ ეს გავახსენოთ ამ ბავშვებს თამაში. ორგანიზებული სპორტიც, ორგანიზებული თამაშიც. კი, ორგანიზებული თამაში არ გულისხმობთ რაღაც ესე რა. ორი ბავშვის რაღაც თოჯინი, რა თქმა უნდა, ის გონებრივი განვითარებისთვის სხვადასხვა, მაგრამ აი ეს ეზოს ინსტიტუტი უნდა დავაბრუნოთ. რაღაცნაირად უნდა დავაბრუნოთ, ხო? აი არ ვიცი როგორ, მაგრამ რაღაცნაირად უნდა დავაბრუნოთ. იმედია მაქვს რა ვიცი ბევრმა გააცნობიერა რა ეგ მომენტი რეალურად რომ ბავშვი ხო ადრე ხო პირიქით გვეძახდნენ რომ ამოდი შემოდი და ეხლა ხო ეხლა პირიქით გადი ოღონდ სხვაჩერს ესპანეთში ძალიან არის ჩვენთან აქტიურად ეს ეზოს კულტურა სხვაჩერს ზრდასრულებით საკმაოდ აქტიურად არიან პლაჟზეც კუჩებშიც ამ ჩართული კი ერთ თამაში ვნახ მართლა მოგზაურობის იმიტომ რომ იმ ბავშვმა ეხლა მაგალითად ჩვენ რომ დაუშვათ გავაცნობიერეთ და საქართველოში გვინდა დავაბრუნოთ ისევ ეზოს ინსტიტუტი. ეხა მატევომ ან ჩემაშვილმა კობამ უფროსმა რომელიც არის 22 წლის იმანაც არ იცის რა არის წრეში ბურთი რა არის შვიდქოვაბანა ხო უნდა ჩახვიდე და აჩვენო წესები აუხსნა აჩვენო და მე იმათ რაღაცა მოარგონ რაღაცა ან მაინც მშობელზე გადის რა უმოძრაო მშობელი ვერ მოახერხებს მოკლედ ასე მითითებით ვერ გავუშვებთ ბავშვებს ეზოში ჩავიდეთ მაშინ ან ბაგვიქტონი ღმერთო აი ჩემი საყვარელი სპორტი. სპორტია თუ რაც ქვია, აქტივობა. მაგრამ ხო აი დიდად სირბილი და შეიძლება არ მიყვარდა, მაგრამ ბადმინტონი იყო ჩემთვის უსაყვარლო. ჩემ დაჟმე მახსოვს ერთხელ კორპორატიულზე ჩემ გენერალურ დირექტორს ფილიპოც ხანას რო ეძახდით პროკრედიტში. ფილიპოც ისე იმან მითხრა მაგარი ვარ და რა თქმა უნდა მაგარი მე უფრო მაგარი ვარ თქო და აი თავი მოვიკალით ორივე სანამ ბოლოს ძირს არ დავენარცხეთ ორივე მანამდე არ მოხდა. ჩვენ კორპორატიულებზე ყოველთვის გავდიოდით ხოლმე ეს გარესივრცეში და სხვათა შორის უნდა აღინიშნოს რომ პროგრეტი იყო ერთ-ერთი პირველი მოწინავე რომელიც ეს ეკოლოგიაზე და ეს ფიზიკურ აქტივობაზე აქტიურად მაშობდა ავრცელებდა ინფორმაციას. ხო, სხვათა შორის ეს არის ბიზნესს რატომღაც სხვანაირად ესმის დღეს რომ მაინც და მაინც რაღაც მწვანე ინიციატივა და ორი სატრუპის ჩანაცვლებით არ კეთდება ეგ საქმე რა. ბევრად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიის მხრიდან, როცა ხარს უჭერ სხვადასხვა სპორტულ ივენტს, ხარს უჭერ სხვადასხვა კომპანიას, რომელიც რეალურად აორგანიზებს ამას, ხარს უჭერ რაღაც ისეთი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც და არა ვთქვათ ისეთ ფეხბურთელს რომ დაასპონსორებ და გამოსახავ ბანერზე ეგ არ არის სპორტის მხარდაჭერა. სპორტის მხარდაჭერა არის ის რეალურად რასაც აკეთებს სპორტისთვის და მომავლისთვის და ამ ცხოვრების წესის. ჩვეულებრივი ადამიანები. ხო, თორემ სპორტსმენს როგორმე აქვს ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომლითაც მოახერხებს, ხო, სოციალური, იმიტომ ქვია რომ სოციალური უნდა იყოს რა, თარისთვის არ უნდა გააკეთოს. ხო, ეს გადახვევა პატარა, მაგრამ რა ჩვენი პრობლემები რა გვაწოხებს. ჩავაკვეთეთ კომპანია მაგრამ არ ამოვჭრით ხო და ხო ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს აქვე მშობლებისთვის აქტუალური იმიტომ რომ ასე თუ ისე რაც მე ძალიან მახარებს თინეიჯერებში ბიჭებში, გოგონებშიც ძალისმიერი ვარჯიში დაფასდა, მაგრამ როდიდან ვიწყებთ და რას ვურჩევთ ამ შემთხვევაში მშობელს, იმიტომ რომ ბევრს ეშინია და ზოგს შეიძლება სამართლიანადაც
წონებთან ურთიერთობის ზრდის პროცესში. უდიდესი მითია, რომ წონებით ვარჯიში აფერხებს სიმაღლეს. ეს დაივიწყოთ. ანუ თუ ამის გეშინიათ, ეს არ არის საშიში, იმიტომ რომ პირიქით ძალიან ეხმარება იყოს ძვალი სტაბილური, ძვალი გარდა სახს არის სტაბილური და შესაბამისად ზრდა მოხდეს ძალიან ადეკვატურად, იმიტომ რომ ზრდა არის ძირითადად გენეტიკური ფაქტორი. ამიტომ ძალისმიერი ვარჯიში ბავშვმა თუ მოწონს, შეუძლია 4 წლიდან და 5 წლიდანაც დაიწყოს. რა თქმა უნდა, ადეკვატური ფიზიკურად ადეკვატური შესაძლებლობა, ანუ ის რაც იმ 3-4 წლის ბავშვს თუ 5 წლის ბავშვს შეუძლია. ანუ როცა უკვე მოყვებათ ბავშვი იქნება თუ მოზარდი გადმოცემის ინსტრუქციაში, ხო, მაშინვე შეუძლიათ უკვე ძალისმიერი ვარჯიშები დაიწყონ, მაგრამ ძალისმიერ ვარჯიშად არ არის, ანუ მარტო წონები არ ითვლება ძალისმიერ ვარჯიშად. ბავშვს რო ავარჯიშებ თავის ტანის წონით და ბავშვს რო აკეთებინებ იმ აზიდვას, ხტომას სიმაღლეზე, რომელიც ძალიან სახალისო თამაშია მისთვის, ხო? ესეც ძალისმიერი ვარჯიშის ნაწილი არის. ასე რომ არ არის აუცილებელი ეგრევე წონებით, თუმცა ეგეც შესაძლებელია, ეგეც შეუძლია მშობელს გაკეთოს თუ ბავშვს მოწონს და ხედავს მშობელი ვარჯიშებს და ამასაც უნდა ხოლმე აწევა. მე მაგალითად მატეოს არ უშლი ხოლმე, როცა ჩემთან ერთად რომ ვარჯიშობ და წონა მოუწევია, აუწევია ეს რაღაცა არასდროს არ უშლი. აწიე მეთქი ოღონდ ანუ ესე არ აწიო და ასე აწიე, მაგრამ ეხლა მაგათაო ისეთი პატარა არის, რომ ჯერ ვერ მომყვება, ვერ ხვდება, რომ მოდი ზურგი გაასწორე, ამიტომ ნახე ზურგი რო ამოიბერა, ეს დიდია შენთვის და მოდი ეს პატარა აიღე. და იმას რო იღებს ხოლმე, მე უკვე ხვდება, რომ თვითონაც მარტივად მოერია და რაღაც. ანუ აი ესეთი რაღაცეებით შეგვიძლია კორექტირება გავაკეთოთ, თუმცა უკვე ძალიან პოპულარულია ვინმე საწევს და რაღაც საშინელებები მინახავს დარბაზში. ეგ მეორე ეს არის, მეორე უკიდურესობაა, როდესაც ეხაც მაგალითად ჩემი ერთ-ერთი ახლობლის შვილმა დამირეკა, უბრალოდ ჩემ ახლობლმა დამირეკა, შვილს საინტერესებდა კონსულტაცია და ბიცეპსეო რამდენს წევო, ყველაზე მაგას მოთხოვ. ბიცეპსით არიზომება ძალა იზომება დედლიფტით, ბენჩით და სკვატით. ანუ ჩაჯდომებით, ბიცეპსი ერთ პატარა აიმხლა კუნდია წარმოიდგინე. ანუ შენი შესაძლებლობა გაცილებით სხვანაირად იზომება. ანუ ესენი მათთვის სხეულზე გადის რა ეს. ხო, მოზარდი ბიჭია და შესაბამისად მარტო ხელებზე. მაგრამ მან არის ძალიან დიდი საშუალება, იმიტომ რომ მე მყავს ნანახი ჩვენთან დარბაზებში, როდესაც აი მარტო ბიცეპს აკეთებ ყველა პოზაში ასე დაწოლილი, მიყუდებული, ჩაკუზული ყველა პოზაში აკეთებული ბიცეპს. და მოღრაცილი პოზა რომ ოღონდ აწიოს და აქეთ ხერხემალი რა შეება, ანუ მხარი ვერ ეწევა ბიცეპს, ანუ ხელს. იმიტომ რომ მხარს იმდენ ყურადღებას არ უთმობენ რამდენსაც ხელს ბიცეპს და ტრიცეპს და გამოდის რომ ესეც სამკუთხედი ფორმა ეძლევა ხელს, იმიტომ რომ მხარს მე ფიზიკურად ვეღარ დააწევ, როცა ამდენი წლების და თვეების განმავლობაში ამაზე გაქვს იზოლაცია გაკეთებული და დრო დათმობილი, ეს ისე გაიზრდება რომ ამას ვერ დააწევ ფიზიკურად რა. ამიტომ ბალანსი ყველა კუნთი უნდა იყოს ბალანსში და ადამიანის ძალა, ბიჭის ძალა მით უმეტეს ბიცეპსში არიზომება. კი ბეტონო ხელში ატატება შეყვარებულის ყველას უნდა, მაგრამ ამას ბიცეპსი არ შვება დამიჯერეთ. ამას შვება ზურგი, კორპუსი და ფეხები. ძლიერი ფეხები რო ძირიდან არის დაუფასებელია გამამა. ანუ მოზარდს თუ უნდა ვარჯიში რომ შევაჯამოთ და ატყობთ რომ ძლიერ წონებს ეთამაშება და ასე შემდეგ, მისთვის ვინმე რა ვიცი პროფესიონალი ტრენერი უნდა ჩაირთოს. პროგრამა, აპლიკაცია, რომელსაც ენდობით პროგრამა, რომელიც პასუხისმგებლობით არის შედგენილი. რომელიც არის ქართულ ბაზარზე სხვათა შორის. და ჩვენი და იდეალურად ყველა გემოვნებაზე მორგებული და ყველა ასაკზე და მზე და სუპერ პროფესიონალების შედგენილი და ყურადღებით თუ ნახავენ ისედაც ახლა მოზარდები საკმაოდ ძალიან ინფორმირებულები არიან და ძალიან კარგად აკეთებენ თავიანთ საშინაო დავალებას. თუმცა აი მაინც ეს რაღაცები ეპარებათ. ერთმანეთს ხო რა დარბაზში ერთია რომ მოამზადო საშინაო დავალება, მაგრამ როდესაც მიდიხარ და იქ უცბად ეს კონკურენტი მეორე მაჩომენი ხდება და ხო ან ჯგუფ-ჯგუფად დადიან ხოლმე და საშინაოებებს ერთმანეთს რო გინდა დაუმტკიცო რომელია ალფა who's the daddy here მე მანდ გაეპარებათ ხოლმე და თავის თელი მომზადებული საშინაო დავალება შეიძლება მართლა იმ ერთი ბიცეპსის კეთებას შეალიონ თელი 1 საათი და მეტი კიდე. აქაც იქ მივდივართ იმასთან რომ მშობელი თუ აინფორმირებული და მშობელი თუ არის კარგი მაგალითი თუნდაც იმ ფიზიკური აქტივობის სწორად ვარჯიშის ინფორმაციის. თუმცა ნუ აი მაინც ერთმანეთთან შეჯიბრის მომენტია. მაგრამ აი სახლიდან რომ მოყვება რაღაც ცოდნა, მე ვფიქრობ რომ მაინც უკეთესად ხარ რა, წინ ხარ მაინც. მომზადებული კი. თან თუ იცის ხელს რა შეიძლება მაგ დროს დაუშაო. ანუ არ აყვები
მაინც იმას რა შეჯიბრის და რაღაცა უად შეჯიბრიც არ არის ეგ არის აი რაღაცა მართლა დამტკიცება მამლაყინწობა რა კი და აი სპორტსმენ ბავშვებზეც რომ ვთქვათ რა და შევაჯამოთ მე ფსიქოლოგიური მომენტი მან აღნიშნეთ რომ მდგრადობისთვის ძალიან კარგია და სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოწვევებთან გასამკლავებლად მაგრამ კიდევ არის ხოლმე მშობლებს როდესაც აქვთ შიში რაღაც ფიზიკური ტრავმების ხშირი მაგალითი როცა არსებობს ტრავმები და აი აქ რომ შევაჯამოთ რამდენად ეს სპორტი ყოველთვის ჯანმრთელობა თუ ყურადღება მართებს მშობელს გარკვეული ამ მიმართულებით. საერთოდ რა პროფესიონალი სპორტი არასდროს ჯანმრთელობა. რაღაც მომენტში პროფესიონალი სპორტი კი არა, ჩვეულებრივ მოვარჯიშესაც ყოველთვის თან ახლავს რაღაცა ტრავმები. იქ უძილო ხარ, იქ რაღაცა ყურადღება გაგეფანტა, იქ რაღაცა ერთი არასწორი მოძრაობა და შეიძლება რაღაცა გაიტრამო, რომელიც ეს ბუნებრივი თანხმლები პროცესი არის. მაგრამ რაც შეეხება სპორტსმენ ბავშვებს, ხო, ძალიან რთული კითხვა არის იმ კუთხით, რომ გააჩნია ბავშვს, ანუ გააჩნია მშობელს რა გეგმები აქვს, ოჯახს რა გეგმები აქვს, გააჩნია ბავშვს რა როგორ უნდა, როგორ ძალიან უყვარს ეს სპორტი. იმის გამო, რომ ბავშვს ტრავმები აქვს, მან სხვა რაღაცაში უნდა ვეძებოთ, ანუ ხშირი ტრავმები აქვს, მან სხვა რაღაცაში უნდა ვეძებოთ პრობლემა. არ ვიცი ან პროფესიონალ მწვრთნელში, ან აღდგენაში, ან ბავშვის ნუტრიციაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, როდესაც ბავშვი ათლეტი არის, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში, ხო? მას აუცილებელია ქონდეს ნუტრიციული მხარდაჭერა. საკმარისი ნახშირწყალი აუცილებლად ბავშვების შემთხვევაში, იმიტომ რომ ნახშირწყალი თუ აკლდება, ორგანიზმი ძალიან რთულად იღებს ცილიდან და თუნდაც ცხიმიდან, ასე რა ქვია, ენერგიას და ბავშვი კიდე მით უმეტეს დიდად ბავშვები ცხიმიან საჭმელებს ვერ ეტანებიან, რომ იმიტომ რომ მეორადი ენერგიის წყარო კი ბატონო არის ცხიმი, მაგრამ ნახშირწყალი ბავშვისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ეს რო ჩაციკლა რო ჩვენ პურს არ ვჭამთ, ბავშვებსაც რო პურს არ აჭმევენ ხოლმე ვგიჟდები, აჭამეთ ბავშვს პური, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ნახშირწყლის კარგი წყარო. ხო, აი მაგას რაც შეეხება, ხო, პროფესიონალი რაგბი, ხო, ჯანმრთელი არის ორგანიზმი, იმიტომ რომ ნავარჯიშებია, მაგრამ ტრავმებით სავსე არიან. მაგრამ როგორ შეიძლება შენ მორაგბე შეაჩერო? თუმცა პილატესი ჩართეს ძალიან აქტიურად. აი ეხლა ხო ძალიან კარგი არის ეგ მიგნებები რომ კომპლექსურად მიუდგებიან ეხა სპორტს და არა მარტო ფიზმომზადება არის მნიშვნელოვანი იმ კონკრეტული სპორტისთვის, არამედ გაწელვებიც და სახსრების ჯანმრთელობაზე. და სახსრის ჯანმრთელობა ზუსტად ეგ არის რომ სრული full range of motion როგორ არის სრული მოძრაობის ტრაექტორია ქონდეს თითოეულ სახსარს და სრული მოძრაობის ტრაექტორია მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი არის აქტიური გაწელვებით რომ მიაღწიო მაგას. ხო და ამიტომ სპორტსმენ ბავშვებში ხო ალბათ კომპლექსურად მიუდგებოდით. ყვება ახსენე სხვათა შორის და მშობლებისგან რამხელა პასუხისმგებლობაა ხო ეს ყველაფერი რომ ვიღაცა პურს არ აჭმევს. არსებობენ სხვათა შორის მშობლები, ვინც თავისივე რაციონიდან გამოდიან მათივე გადაწყვეტილებებიდან, მაგალითად ხორცს არ აჭმევს ბავშვს. მაინტერესებს რამდენად სწორია მშობლის ჩარევა ბავშვის რაციონში იმის მიხედვით თუ რა გადაწყვეტილებები აქვს თავად მაგალითად ვეგანიზმის რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეს მშობელი იმიტომ რომ აქ ალბათ ახლა სიფრთხილად ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს არჩევანი აქვს მაგრამ როდესაც ბავშვს ეხება საქმე მით უმეტეს თუ აქტიური ბავშვია სპორტთან თუ აქვს შეხება რა შეიძლება გავაფუჭოთ მშობლებმა როდესაც ჩვენ გადავწყვეტთ რომ იცი რა მე არ ვჭამ პურს ბავშვმა არ ჭამოს მე არ ვჭამ ხორცს ბავშვმა ჭამოს ხო გავიზარდე მაინც გავიზარდე ეგრე ფერი როდო დავიზარდენით მაინც რა ხდება ამ შემთხვევაში მქონია სხვა შორის პრაქტიკაში შემხოდრი ეგეთი ადამიანი რომელიც იყო ვეგანი და ბავშვებსაც ავეგანებდა და ძაბერი ვიკამათეთ გზაში მაგრამ საბოლოოდ რომ მომადგა და მითხრა რომ ჩემს 15 წლის შვილს სპორტსმენს ძალიან აწუხებს შებერილობაო, აი მან მივხვდი რომ მოვიგეთ კონკამათში, ხო და არ გავაჟღერე. იმიტომ რომ სადღაცას ანუ არანაირი არ მინდა რომ ეხლა რაღაცა ვეგანიზმი დავაკნინო და რაღაცა ისე გავაკრიტიკო, ეს ყველა ინდივიდუალური არჩევანია. ზრდასრულის, ხო? მაგრამ ბავშვების შემთხვევაში ჩვენ უნდა დავწმუნდეთ, რომ ბავშვს არ აკლია არანაირი ნუტრიენტი. და თუ ჩვენ გადავწყვეტ რომ ბავშვს არ უნდა ვაჭამოთ ხორცს პროდუქტები ან dairy products, როგორ რძის პროდუქტები, ხო? მაგ შემთხვევაში
იმისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რომ ბავშვი ძალიან ხშირად უნდა ვატაროთ გამოკვლევებზე. და ფაქტიურად, ბავშვს რამხელა სტრესი ახ გეხუწები რომ უთხრა რომ ეხლა აქედან ხო აღიღებენ სისხლს ვენიდან, აგერ მე დაგლეჯილი ვარ მეც ახალი აღებული ვარ. აქვე. ანუ ძალიან ხშირად უნდა ატაროს დედამ გამოკვლევაზე, როცა ხა ბავშვს თუ არაფერი არ ჭირს, არაფერი არ ჭირდება ბავშვს, რომ ყოველ 6 თვეში ერთხელ სისხლი უღოს და ანალიზები აბაროს, ხო? მაგრამ თუ გადაწყვეტს დედა რომ არ აჭამოს ან ხორცს პროდუქტები, ან რძის პროდუქტები, რომელიც ძალიან მდიდარი არის რკინით, B12 ვიტამინებით და კიდევ უამრავი სხვა კრიტიკულია ზრდის პროცესი. კრიტიკული და ისეთი პროტეინები არის და ისეთი ამინომჟავები არის, რომელიც აი 9 ამინომჟავა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ზრდის პროცესში და ორგანოების ჩამოყალიბებაში. რომ რა ვიცი, მე გადავხედავდი და დავფიქრდებოდი მაგ გადაწყვეტილებაზე და მე იმ ბავშვი რა თქმა უნდა იცი რა არის ის ბავშვი მე თვითონ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას მე დედას შეხედოს თუ არა როდესაც გახდება უკვე ზრდასრული და როდესაც ორგანოები უკვე დაამთავრებენ ჩამოყალიბებას და ჰორმონალური ჯირკვლები უკვე თავის წყობრში მოვლენ რა ეს ისედაც ბუნებრივია რაც მშობელს არ უყვარს იშვიათად აკეთებს ისედაც მაშინ, მაგრამ ბავშვზე მაინც ორიენტირებული უნდა ვიყოთ. ხა მაგალითად, ჩემდეს არ უყვარს კარაკი. არც ერთი ბავშვი არ ჭამს კარაკს, იმიტომ რომ იშვიათად ხმარობს ისედაც თამთა მაგალითად იყენებს. მაგრამ ხაჭო, რძე და რაღაცა ძალიან ხშირად არის ბავშვების ცხოვრებაში ჩართული. მე არ მიყვარს თევზი. სულ მავიწყდება თევზის ყიდვა. მაგალითად, თუ ავი არ იყიდა ხოლმე თევზი, ერთადერთი ერთხელ მირჩევნია ხოლმე რომ არ დამავიწყდეს, ერთხელ ვიყიდო და გავყინო, მიუხედავად ისე რომ ესპანეთში მაინც განსაკუთრებით სულ ფრეშია და სულ ხელმისაწვდომია, მაგრამ იმდენად მავიწყდება, იმიტომ რომ მე არ მიყვარს თევზი. მირჩევნია რომ ერთხელ ვიყიდო და გავყინო, რომ არ დამავიწყდეს და მე ეს ბუნებრივად მოხდება. ეს ბუნებრივად ისედაც მოხდება, მაგრამ გამიზნულად რომ მე ვეგანი ვარ და ჩემმა შვილმა ჩემი მორალებით უნდა იცხოვროს, აი ცოტა დავფიქრდებოდი ორსულობის დროსაც და ბავშვის მოზარდობის დროსაც. იმიტომ რომ ორსულობის დროსაც ძალიან რთული არის ზოგადად რკინის დანამატის ათვისება სხეულის მიერ. ანუ რკინის დანამატი სხეულს არ უყვარს. ამიტომ რომ აითვისოს სხეულმა ძალიან ბევრი ხრიკები გვჭირდება რომ აითვისოს იქ ფიზიკურად აქტიური უეჭველი უნდა ვიყოთ იქ ყავა არ უნდა მივაყოლოთ 1 საათში იქ რაღაც ანუ ძალიან ბევრი რაღაცები უნდა დავიცვათ რომ რკინა სრულად იყოს დანამატის სახით ათვისებული ეს ისედაც ხორცის მჭამელებშიც მაგალითად ჩემ შემთხვევაში და წარმოიდგინე ხა როცა არიღებ ხორცს როცა არიღებ მით უმეტეს ამ შემთხვევაში და ბავშვი მით უმეტეს კიდე ზემოდან თუ სპორტით არის დაკავებული ამიტომ ფრთხილად დავფიქრდებოდი რა და გადავხედავდი მაგ გადაწყვეტილებას მე ხა იქ რაღაც სხვა რაღაცა არის რაღაცა გენეტიკური ფონები არის როცა ორგანიზმი პროტეინს ვერ იღებს გამიგია ესეთი რაღაცა სხვათა შორის რა ეს არის უიშვიათესი იმედია უიშვიათესი დაავადება და ესეთი მომენტი თუ არა რაღაცა ალერგია თუ არა რაღაცა მანდაც არის თა მედიცინა ძალიან წინ მიდის რა და მანდაც არის რაღაც გამოსავალი მაგრამ აი როდესაც მშობელია ვეგანი და ან რაღაცა კონკრეტულს არ ჭამს, იმიტომ რომ ან რაღაცა მორალური გადაწყვეტილება, ან რელიგიური, ან რაღაცა არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვის შემთხვევაში მაინც დავფიქრდებოდი რა. კი ბატონო, ვიყოთ. და თუ ერთი რჩევა უნდა გავცეთ მშობლებისთვის, რომ აი შვილების ჯანმრთელობის ბაზისი ჩამოაყალიბონ, რაც ჩვენზე არის დამოკიდებული რა. რა იქნებოდა ეს? და რას ურჩევდი მოკლედ რა იქნებოდა ის ერთი რჩევა რომელსაც უნივერსალურად დაუტოვებდი მშობელს იმისთვის რომ რაც მასზეა დამოკიდებული შვილის ჯანმრთელობისთვის გააკეთოს ერთადერთი რაშიც უნდა ჩადოს მშობელმა ძალისხმევა ეს არის რომ ბავშვს შეაყვაროს მოძრაობა всё აი მან დამთავრდა ყველაფერი მოვარჯიშე ადამიანის სხეული რაღაცნაირად იმ მავნეჩვევებს მოწევასაც ერევა ალკოჰოლის მოხმარებასაც ერევა, აი რაღაცნაირად უფრო მეტად სწრაფად გამოდის იმ ბევრი სხვადასხვა ვირუსებიდან ან დაავადებებიდან, ვიდრე პასიური ადამიანის სხეული. ამიტომ ბავშვს თუ საუბრობთ ჩვენ ბაზისზე და მომავალ ჯანმრთელობაზე, პირველი რასაც მშობელი გააკეთებს, ბავშვისთვის ეს არის ბავშვზე მოძრაობის სიყვარულის ჩანერგვა და ჩაცემენტება. აი ძალიან მადლობელი ვარ, მაგალითად მე დედაჩემის, მამაჩემი დედა არ იყო ჩვენ ეგეთ რაღაცებში ჩართული. დედაჩემი აი ყურით დაგვათრევდა ხოლმე რაღაც მომენტში,
მე მახსოვს რომ ერთი პერიოდი სანამ მეცეკვაში ჩავდექი და როლი მომეცა იმ რაღაცა მაშინ ანსამბლში მანამდე მეზიზღებოდა არ მივდიოდი და როგორც კი როლი მომეცა მე იქიდან ვეღარ გამფხიკავდნენ მაგრამ მანამდე მახოგენ ეიჯი ყურით მიმათრებდა ხოლმე და ქეჩოთი მიმათრებდა სხვა და უნდა იარო უნდა ანუ მოდის ეს რაღაცა ეს ანუ თუ საჭირო უნდა დავაძალოთ მოძრაობა ისეთი რამე თუ საერთოდ ვერ დავაძალებ და თუ არ უნდა და არ ვატარებ და რაღაცა აი რაღაცა ისეთი ატარ ხო იქ არის ვარ გადავშოთ რიტმიკა არ აქვს სმენა არ აქვს სხვაგან ატარე ანუ უეჭველი იქიდან გამოიყვან სხვა სპორტით ჩაანაცვლე აქედან გამოიყვან სხვა სპორტით ყველა ვარიანტში რაღაცა მოძრაობით ჩაანაცვლე ან ველოსიპედით გადით ერთად გარეთ ბოლოს ხო ნუ იმოძრაოს შობელმა იმოძრაოს ბაზისი და ფუნდამენტი არის მოძრაობის სიყვარულის ჩანერგვა და კვებას რაც შეეხება თუ მშობელს არ აქვს მოწესრიგებული კვების რაციონი და სახლში არ არის დაცული აი ეს დილას საუზმე სადილი და ვახშამი იმ ბავშვს რაც არ უნდა ეჩიჩინოს და ელაპარაკოს შანსი არ არის ანუ არ წამოყვება რა ხა თუ იმ ბავშვს არ აჭმევ თავის დროზე და არ რეჟიმს მივად, ნუ ახლა ხანდახან სადმე რომ გადიხარ და მოგზაურობ და რაღაცა ეგ გასაგებია, ძალიან ჩვეულებრივი ამბავი არის, რომ ერთი კვირა აიტანო ბავშვის ურეჟიმობა, მაგრამ ბავშვი უნდა იყოს რეჟიმში. აი რა ვიცი, მე ძალიან მაგას ძალიან იმას ბავშვისთვის მნიშვნელოვანია პროგნოზირებადი კონდეს გარემო, ის ყვება იმ დროს ერთი პატარა გადახვევა და ურევენ ყველა მიმართულებით. რა, ამიტომ ძალიან გეთანხმები იმაში, რომ ბავშვს სჭირდება სტრუქტურიზებული და ასე ვთქვათ, წინასწარ ხო, გარემო, იმიტომ რომ მათთვის ეს რუტინა არის მნიშვნელოვანი და მშობლისთვისაც ბევრად ადვილია მე რა თავიდან ჭირს რაღაც მომენტში მაგრამ ადვილია მე ბევრ რამეს გვარიდებს ბევრ სამედიცინო ჩარევას ბევრ რაღაც ფსიქოლოგიურ გამოწვევებს და თავად მშობელსაც ენერგიას უზოგავს ძალიან დიდი მადლობა მე მგონი რომ საკმაოდ საინტერესო თემა იყო და სასარგებლო და პრაქტიკული რაც მთავარია იმიტომ რომ მე მინდა ხოლმე რომ რაღაც ესე ზემოდან კი არ დავარიგოთ ამ პოდკასტით რეალურად მითხარი რა გავაკეთე იმიტომ რომ მე ხშირად გამჩენია ეგ კითხვა როცა რაღაცას ან ვსკროლავ ან მგონია რომ კარგი ინფორმაციას ვეცნობი მაგრამ პრაქტიკაში ეს როგორ ამიტომ რაღაცა აი ასე როგორც ვთქვით როგორ და ესე ვიმოძრაოთ ყველა ძალიან დიდი მადლობა დავემშვიდობოთ მაყურებელსაც მსმენელსაც გამოიწერეთ ჩვენი არხი გააქტიურეთ ზარის ღილაკი რაც მთავარია რომ არ გამოგვრჩეს შემდგომი ძალიან სასარგებლო ეპიზოდები თანამედროვე მშობლებისთვის რომლებმაც ჯერ კიდევ ძალიან რთულია გაარკვიონ რას დაუჯერონ ამდენ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას შორის